კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების შესახებ მონაცემები 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით უკვე საჯაროა. თემაზე სასაუბროთ უკვე ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების განყოფილების უფროსი ბატონი ლაშა გზილიშვილი შემოგვიერთდება. ეხლა პირდაპირ ეთერში ლაშა, დილამშვიდობის, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ლაშა, ხადე მაინტერესებს ამ დინამიკით და ამ გადმოსახედით გვაქვს კლება პრეტენზიების და საჩივრების რაოდენობით თუ პირიქით მატება? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ალბათ უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ მოგეხსენებათ 2011 წლიდან ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა სპეციალური წესი, რომელიც ავალდებულებს კომერციულ ბანკებს გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს სამომხმარებლო კრედიტის სარგებლობისას და დეპოზიტის განთავსებისას. აღნიშნული მოიცავს განახარჯებს, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის სარგებლობასთან, ეგრეთ წოდებულ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ წესის გულისხმობს პრეტენზიების მიღებას კომერციული ბანკებისგან, მათ დამუშავებას და მომხმარებლისთვის შესაბამისი პასუხის მიწოდებას. შესაბამისად 2011 წლიდან კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ნებისმიერი მომხმარებლისგან მიიღონ პრეტენზიები, საჩივრები, განიხილონ და გაუგრძელონ მათ. ეს დინამიკა პრეტენზიების და საჩივრების მზარდია. თუ გადავხედავთ დინამიკას, დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის პრეტენზიებია წლის განმავლობაში. უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის შინაარსი და არა რაოდენობა. ჩემის აზრით, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომ განსხვავებით 2011 წლისგან, როდესაც საფუძვლიანი პრეტენზიების რაოდენობა ჭარბობდა უსაფუძვლო პრეტენზიებს, ამ შემთხვევაში 2013 და 2014 წლებში უსაფუძვლო პრეტენზიების რაოდენობა უფრო იმატებს. ანუ ჩვენ გვაქვს კლების ტენდენცია საფუძვლიან პრეტენზიებში, ჩვენი დაკვირვებით ეს შეიძლება იყოს გამოწვეული იქიდან, რომ პრეტენზიებს ჩვენ პირველ რიგში უყურებთ როგორც საშუალებას კომერციულ ბანკს ჰქონდეს ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომელიც შესაძლოა არსებობდეს მათ ფილიალებში და ბანკები მუშაობენ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე. ბატონო ლაშა, აქვე მაინტერესებს ცხადია იგივე საფუძვლიანი და უსაფუძვლო პრეტენზიები, როგორ ხდება ამ ყველაფრის ფორმულირება, როგორ ხდება ჩამოყალიბება რეალურად პრეტენზია საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო და ასევე. ამდენად ხშირად ხვდებით იმ საკითხს, რომ თქვათ საზოგადოებაში არ არის სათანადო სიმაღლეზე, მოწოდების სიმაღლეზე ფინანსური განათლების ასპექტი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ის, რომ პრეტენზიებს განიხილავს უშუალოდ კომერციული ბანკი და გამომდინარე თქვათ ხელშეკრულების პირობებიდან, მომსახურების პირობებიდან მომხმარებელთა კომუნიკაციის შედეგად დგება შედეგი პრეტენზია არის საფუძვლიანი თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს პირდაპირ ეროვნულ ბანკსაც, მას შემდეგ რაც კომერციულ ბანკს მიმართავს, ამ პირდაპირ ხელხაზე დაგვიკავშირდეს, თუ თქვათ ბანკის პასუხით არ არის კმაყოფილი და ჩვენ შეგვიძლია თითოეული პრეტენზია განვიხილოთ. გარდა ამისა, ბანკები ყოველთურად გვაწვდიან ჩვენ ინფორმაციას იმ პრეტენზიების შესახებ, რომელიც თვის განმავლობაში მათთან შედის და ჩვენ ბუნებრივია ამ პრეტენზიებსაც უყურებთ. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, როდესაც უსაფუძვლოა პრეტენზია, რატომ გამოთქვას მომხმარებელი ამ შემთხვევაში, რატომ აფიქსირებს პრეტენზიას? მე დაგეთანხმებით იმაში, რომ ხშირად ფინანსური განათლების კუთხით საკმაოდ არასახარბიელო დონეა ქვეყანაში, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები დაგეგმილი, რასაც განვახორციელებთ, ბუნებრივია დღემდეც ამ მიმართულებით მუშაობთ. კი ბატონო, გასაგებია, ბატონო ლაშა, აქვე მაინტერესებს, გასაგებია ცალსახად, რომ არ მოქმედებს ფრანგული პრინციპი, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია. თუმცა მაინტერესებს აქვე ამ გადმოსახედით რა ტიპის საჩივრებს გამოყოფთ, ანუ ყველაზე დიდი მოცულობით, ანუ რა მიმართულებით შემოდის საჩივრები? ეს სტატისტიკა და ჩვენს საიტზეც და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენ გვაქვს გაყოფილი როგორც პროდუქტების მიხედვით, ასევე შინაარსობრივად. ძირითადად შინაარსობრივად პრეტენზიები ეხება ტრანზაქციებს, რაც გულისხმობს მაგალითად ბარათი განხორციელებული ტრანზაქციები, სალაროში განხორციელებული ტრანზაქციები, რაღაც დროებითი თქვათ საკომისიო ჩამოჭრები ანგარიშიდან, რომელიც შეიძლება გაუგებარი იყოს მომხმარებლისთვის. ასევე საჩივრები ეხება ჯარიმებს, დაავადებგადაცილების საკომისიოებს და პირგასამტეხლოებს და დიდი წილი ასევე ეთმობა მომსახურების ხარისხსაც. კი ბატონო, აქვე მაინტერესებს, გასაგებია ცალსახად, რომ იგივე საბანკო კომერციულ საბანკო სექტორს ეხება ეს ყველაფერი, თუმცა რამდენად მოდის საჩივრები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, რამდენად ხვდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არეალში, ასე ვთქვათ, საჩივრებისა და პრეტენზიების?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ მომხმარებელს არა მარტო საბანკო სექტორის, არამედ ზოგადად ფინანსური სექტორის კონდეს წვდომა აი ამ მექანიზმთან და ნებისმიერ მომხმარებელს ჩვენ ღია ვართ. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ კომერციული ბანკების, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებიც გვიკავშირდებიან, მათ საჭიროებსაც განვიხილავთ და ნებისმიერ მომხმარებელს რეგულარულად დავუკავშირდეს ხელხაზი. კი ბატონო, და პრინციპში ჩემი შემაჯამებელი შეკითხვა, გასაგებია რომ 2011 წლიდან ამოქმედდა იგივე ცხელი ხაზი. მე მაინტერესებს აქტივობის დინამიკა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ანუ რამდენად აქტიურია მოსახლეობა რეალურად საჩივრების კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ თქვა 2011 წელს ახალი შემუშავებული იყო ეს წესი, აქტივობა შედარებით დაბალი იყო, თუმცა 2013-14 წლებში აქტივობა შედარებით უფრო მაღალია, თუმცა თუ დააკვირდებით სტატისტიკას, დაახლოებით თვის განმავლობაში 230-მდე საშუალოდ პრეტენზია შედის კომერციულ ბანკებში. ერთი რამე მინდა დავამატო, რომ ჩვენ ბუნებრივია მიღწეულით, ასე ვთქვათ, აკმაყოფილდებით, ეს მექანიზმი ბუნებრივია კარგია და მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერი ღია საკითხი, რომელიც აქვს, მიიღოს კომპეტენტური პასუხი როგორც კომერციული ბანკისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან, თუმცა ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სიტუაციას და მუდმივად ვცდილობთ, რომ თქვათ იგივე წესი დავხვეწოთ და ნებისმიერი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და ფინანსური განათლების დონის ამაღლების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადავდოთ. კი ბატონო, ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებში, ასე ვთქვათ, წარმატებას გისურვებთ, იმიტომ რომ ეს თემა, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებაში ნამდვილად სენსიტიურია. ჩვენ ცხადია დავაუდებით და ყურადღებით დავაკვირდებით საზოგადოებას, მომხმარებელთა და კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთობის დინამიკას, ასე ვთქვათ. და ახლა მომავალში კვლავ მოგიწევთ ჩვენს ეთერში. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, მაგურებას შევახსენებ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების განყოფილების უფროსი ბატონი მაშა გზირიშვილი პასუხობდა ბიზნეს კონტაქტის კითხვებს. ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას. ისევ